სიცილიის ქალაქ მესინაში მუზეუმი და მძარცველებმა რენესანსის ეპოქის მხატვრის ანტონელო დამესინას 4 ნამუშევარი მოიპარეს იმ დროს, როდესაც ხალხი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღსანიშნავად იყო შეკრებილი. 15 აგვისტოს საღამოს მძარცველებმა 1473 წლის სან-გრეგორიოს პოლიპტიკის 5-ვე ნახატი ჩარჩოდან ამოიღეს, 3 ნამუშევარი წაიღეს, ხოლო 2 კედლის უკან დატოვეს. მათ ასევე მოიპარეს ორმხრივი პანელი, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი და გარდაცვლილი ქრისტე. ხელოვნების ექსპერტები მოპარული ნამუშევრების ღირებულებას 70-დან 80 მილიონ ევრომდე აფასებენ. მუზეუმის დირექტორის მარისა მერკურიოს თქმით, როდესაც საღამოს საათებში ქურდობა მოხდა, სიგნალიზაციაც მუშაობდა და ადგილზე დაცვის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. ქურდობამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ განაცხადა, რომ პარმის მუზეუმს დაუბრუნეს მოპარული რენუარის, სეზანისა და მატისის ნამუშევრები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს.